Top 3 ყველაზე ცუდი გადაცემათა კოლოფი. მესამე ადგილზე გავიდა General Motors-ის 6 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი, რომელიც 2008-დან 2013 წლის ჩათვლით გამოდიოდა. ეს გადაცემათა კოლოფი რამდენჯერმე დაამუშავეს, თუმცა ამის მიუხედავად შედეგი მაინც ვერ მიიღეს. მისი საშუალო რესურსი 150-დან მაქსიმუმ 200,000 კილომეტრამდე შეადგენს. მეორე ადგილს იკავეს Volkswagen-ის რობოტიზირებული sveli DSG. ეს გადაცემათა კოლოფი შეგვხვდება Volkswagen-ის გარდა სხვა უამრავ ავტომობილში, მისი საშუალო რესურსი დაახლოებით 150-დან 200,000 კილომეტრამდეა, ხოლო მაქსიმალური რესურსი კი 250,000 კილომეტრს შეადგენს. და დამსახურებულ პირველ ადგილს კი იკავებს Ford-ის მშრალი რობოტიზირებული გადაცემათა კოლოფი DCT, რომელიც Ford-ის მოდელების გარდა სხვა ძალიან ბევრ ავტომობილში შეგვხვდებათ. მისი მთავარი პრობლემა გადაბმულობაა, რომელიც მშრალად ზეთის გარეშე მუშაობს და ის უკვე 40,000 კილომეტრზე შეიძლება გამოვიდეს წყობლიდან. დამატებითი პრობლემა კი ეს გადაცემათა კოლოფის კომპიუტერია.